რამდენი ხანია ვიდეოში არ მილაპარაკია დამავიწყდა. შევით როგორ ხარ? დღეს უფსალაში არ მივდივარ, დღეს მივდივარ რაღაცა workshop-ზე სტოკჰოლმში. ამოვიღე ეს ტელეფონი, მოდი მე თქვი ვილაპარაკებ, მაგრამ აღარც ვიცი, თავიდან ვფიქრობდი, რომ არაფერი მაქვს მეთქი სათქმელი, მაგრამ თან ძალიან ბევრი რამე მაქვს სათქმელი. არ ვიცი ორივე როგორაა შესაძლებელი. 9 საათ ადრე მოვედი, ჯერ 9:30-ია. და მე უფსალაში რა დავდივარ ხოლმე იმის დროზე გადაწყობილი, წამოვფრინდი დღეს 6:30-ზე, ანუ დაიძინე შვილო ხო შეიძლება არა და ადრეც არ არის ანუ კრიმინალურად ადრეა არაფერი არ მაქვს საწუწუნოდ ტყუილად უწუნებ ხა კარგად ვარ მშვენივრად ვარ თოვლიც სულდევს და ძალიან მიხარია ცირა თბილისშიც თოვდა მაგრამ მე თბილისში ბოლოს როდის მოთოვა არ მახსოვს და საერთოდ ესეთი კარგი თოვლი როდის დიდო ბოლოს არ მახსოვს და აქ ალბათ ბოლოს 3 კვირა იქნება მუდმივად არის თოვლი ძალიან მიყვარს თოვლი თოვლჭყაპიც არ მეზარება გადავიტან თოვლჭყაპსაც იმდენად მიყვარს თოვლი აქ სულ სივა და სულ დაბალი ტემპერატურებია ეს ბოლო პერიოდი ასე რომ თოვლჭყაპი იყო ერთხელ უცებ დადნა და ეხლა თავიდან მოთოვა ისე ასე რომ ყოველ დღე რო ვიღვიძებ და გარეთ თოვლი დევს მაშინ მე კაი ხასიათზე ვარ თურმე ეს მჭირდებოდა სულ ხო წვიმაზე ვწუნობდი ხოლმე და ქარზე და ანუ თუ ესე ითოვებს და სულ ესე თეთრი იქნება ყველაფერი არც ზამთარი მაწუხებს არც სიბნელე მაწუხებს და არც ბნელა ანუ რა ვიხარ რა მნიშვნელობა აქვს 3-ზე ჩავამზე თუ 6-ზე მაინც რომ მუშაობ საღამომდე მოკლედ სტოკჰოლმის კლიმატი ჯერ ხა დღეს არის 22 იანვარი არ შევუწუხები ვარ აქაურ ზამთარს ჯერ და სიბნელეს ჯერჯერობით ნახოთ ცოტა ხანში რას ვიტყვი მარტო მე ვარ და ეხლა მივხვდი რომ სახლია წამოვედი გასაღების გარეშე. ბოლო 2 კვირაში 2 ჯერ დამემართა იქ რომ გასაღები დავტოვე სახლში. ესე ადრე არ დავდივარ ხოლმე რეფორმერზე, იმიტომ რომ უფსალაში დავდივარ ხოლმე და ვერ ვასწრებ ესე ადრე მოსვლას. ეს ინსტრუქტორი პირველად ჩემხვდა საყვარლესი გოგო იყო და წინაზეც რომ მივედი, პირდაპირ შვედურად იწყებენ რა ინსტრუქტორები და პრობლემა არ მაქვს, ანუ არ ვეუბნები ხოლმე, იმიტომ რომ მირჩევნია რომ შვედურად იყოს და დავაძალო ჩემ თავს ჩემ გამო, მე ინგლისურად ილაპარაკებენ და არ მინდა ეგეც დღეს ბიობანკთან მქონდა შეხვედრა და ჩემმა ხელმძღვანელმა შეგვიძლია რომ ეს შეხვედრა შვედურად გავაკეთოთ და ოღონდ დეასთვის ცოტა ნელა ილაპარაკეთ და მეთქი კაი. პირველი საქმიანი შეხვედრა მქონდა შვედურად. პილოტეს რაც შეეხება, არ ვუთხარი არაფერი. მთელი გაკვეთილი და ბოლოს რომ მივაწოდა რაღაცა, ყველაფერი კარგად არისო და კი მეთქი არ არის თქო პრობლემას წავ რაღაც და მოკლედ ვილაპარაკეთ და საქართველოზე და ერთ ქართველ გოგოს ვისნახავ და რაღაც მოკლედ აი ისეთი საყვარელი გოგო იყო რომ მეტი არ შეიძლება და ძალიან გული დამწყლობდა საღამოობით მე გვიან აღარ ასწავლის ახლა აქ ხოლმე 6:30-ზე Hello YouTube. And we are getting ready to go and play tennis. Why are you not talking? Why are you filming the surroundings, like not me? Like what is this filming? Good footage. 7 in the morning is a quick tennis round. Oh wow. This match is way more boring than I thought it would be. Yeah, go ahead. We can do some mini tennis. Warm up. Yeah.
Okay, great. Give me a friendly hug now after destroyed and beat your ass. You're the sweetest and you're absolutely secretary. And I refuse one thing, that you protest now and that you never want to play again. Okay, now we need some coffee. It's bright already and it's gonna be sunny. Look at that. I mean, it's cloudless. This is so beautiful. Wait. It's open in this island. Okay, this is the most beautiful view of Stockholm I've ever seen. Oh, we got some flowers. How difficult can it be? This is pretty. Is it? You have to sit there without getting fucked up Yeah. in your head from the brightness. მოყინულია ყველაფერი და თუ მოყინული არაა და თოვლიდან სართულია, თოვლში სირბილია. როგორც სილაში ერთული სირბილი, ისეთია თოვლში. ერთხელ ვცადე და ძალიან მომჭირდა. ერთხელ რამდენჯერმე ვირბინე თოვლში და თან არც მაქვს ზამთარში ესე მინუს გრადუსებში სარბენი ტანსაცმელი არ მაქვს. ჩვეულებრივი ჰუდით და რაღაცებით დავივარ ხოლმე და მოკლედ ძალიან ვიყინები. რაც სირბილი დავიწყებ, ბოლო რამდენი წელი იქნება 6 წელი. მე 6 წელია დავრბივარ უკვე. ალბათ 5-ჯერ მირბენია სპორტდარბაზში, იმიტომ რომ ცა იყო ჩამოქცეული ან რაღაც. სხვა შემთხვევაში არ დავრბივარ ხოლმე, იმიტომ რომ საშინელებაა სპორტდარბაზში სირბილი და ეხა იმდენად მიჭირს გარეთ სირბილი, რომ ასარჩევია ცუცსა და უარეს შორის. უკვე მეორედ ვირბინე ახლა სპორტდარბაზში 5 კილომეტრზე მეტ ვერ დავრბივარ და მაქსიმალურად ვაწვევი ჩემ თავს, რომ სწრაფად ვირბინო, რაღაც 5 ტემპით, ანუ 5 კილომეტრი 5 კილომეტრი მაქსი ჩქარით. ხოდა ახლა 5 ვირბინე და მეც არაფერს ვაკეთებ დღეს, მარტო ვირბინე. და ახლა ფულაფებს, აზიდვებს ვაკეთებ და აზიდვებზე ვარჯიშობ. აგვისტოს მერე ვცდილობ, რომ აზიდვა გავაკეთო. ნელ-ნელა წინ მივიწევ. ბოლოს გაჭედილი ვიყავი, ანუ ასისტედ ფულობს ვაკეთებ, რაც არის, ეხლა გაჩვენებ წონებს ხო ხედავთ. იწყება რაღაც რამდენია 82-დან და ბოლო არის 5. რაც უფრო მეტი წონაზეა დაყენებული, უფრო მეტ წონას გაკრებს, ანუ გეხმარება. აი თქვა თუ 70 კილო ხარ და დაყენებული გაქვს 20 კილოგრამზე, ნიშნავს რომ 50 კილო ხარ. ბოლო პერიოდი ვაკეთებდი -12 უკვე ბოლო 1 თვეა. ჯერ 1-ს ვაკეთებდი, მერე 2-ს და ეხლა პირველად გავაკეთე დღეს 7-ჯერ. I have 2 sets left. Yeah. ეხლა უნდა ვცადო 5-ით. -5-ით. 1 შევძელი -5-ით. თან კარგად. აქამდე რაც მიცდი, აი ვიტანჯებოდი იმ 1 სეტს და ეხლა 1-ზე მეტი არ გამომდის. შევძლებ 10-დან 12-მდე გაკეთება 3-ჯერ, მერე გადავალ 5-ზე. დავდესმე, იმედია რამდენიმე თვეში 1 ნორმალურ აზიდვას გავაკეთებ დახმარების გარეშე. გზად სპორტდარბაზისკენ, ანუ არ ვაპირებდი რომ ეს ვლოგი სპორტდარბაზზე იქნებოდა, მაგრამ ეგრე გამოდის, იმიტომ რომ სხვა სარბაზს ვაკეთებ ეს დღეები. შავეთი დილაა. 9-ზე ვაპირებდი სახლიდან გამოსვლას, მაგრამ ვიზოზინე და 10 საათი გახდა მე მგონი უკვე ამ სოფაში. დღეს მომიდა დღიურში წერა და იმდენი ხანი ვწერდი, რომ ვეღარ წიგნით წაკითხვა მოვასწარი ვერაფერი. წიგნებზე მე მოგიყვებით. ჯერ კიდე არ გადამიწყვეტია, დღეს ფეხების დღეს ვაკეთებ თუ დედატანის დღეს ვაკეთებ. Stairmaster-ზე რომ დავდგები 5 წუთი მაქვს მაგის გადასაწყვეტად. მე მგონი ფეხების დღე გავაკეთა ჯობია, იმიტომ რომ ყველაზე რთული ეგ არის ხოლმე.
აქვე მოვუნდი იმას, რომ შემოდგინა ჩემთვის საუკეთესო ვარჯიშების სია. ჯერ კიდე არ მაქვს კარგად ჩამოყალიბებული მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წელია უკვე სისტემატურად დავდივარ სპორტდარბაზში წონებზე სავარჯიშოდ. ვაკეთებდი ხოლმე RDL-ს, რაც არის Romanian deadlifts. ავედი მაგ RDL-ზე 40 კილოგრამზე. დავაკვირდი იმას, რომ ფეხის ვარჯიშებს ვაკეთებდი ყოველ მეორე დღეს მტკიოდა ხოლმე წელი. მიუხედავად იმისა, რომ სწორად ვაკეთებდი, კარგი ფორმით ვაკეთებდი ძალიან, ანუ ვიდეოს გადავიღე, ჩემ კლოდს შევამოწმებინე, დევიც შევამოწმებინე, ვაყურებინე. რაც არ უნდა სწორად მეკეთებინა, მაინც წელს მატკიებდა. RDL-ი არის ძალიან საშიში ვარჯიში, განსაკუთრებით თუ დიდ წონებზე ვარჯიშობ. თუ რამე არასწორად გააკეთე, შეიძლება ძალიან ცუდი დაზიანება მიიღო. და დავსერჩე, რომ რითი შეიძლება რომ ჩავანაცვლო RDL-ი ისე რომ ანუ hamstring-ების ვარიანტში, მოკლედ მივაგენი ამ hamstring curls. ვაკეთებ ხოლმე 3-ჯერ 15 ვარჯიშის დასაწყისში, რომ თან კარგად მახურებს. და თან RDL-ს რადგან აღარ ვაკეთებ დიდი წონით, 1000-ში ერთხელ ვაკეთებ ხოლმე რაღაცა 20 კილოს. მაგას მინაცვლებს. ვცდილობ ხოლმე ბევრი ვარჯიშის მაგივრად გავაკეთო რამდენიმე ისეთი ვარჯიში, რაც შეიძლება მეტი კუნთი ერგებოდეს ამ ვარჯიშს და ის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მარტო მაგაზე ვაკეთებ კონცენტრირებას, რაც 3-4 ვარჯიშს ვაკეთებ და ვამთავრებ მერე. იმიტომ რომ ეტაპს შორის ვისვენებ დიდხანს, რომ ბოლომდე აღდგენა მოასწროს ხელმა, რომ ბოლომდე მივაწვე. 1 წუთი თუ შევისვენე, ვერ ვაკეთებ საკმარისად დიდ რაოდენობას. აი ეს რაც მაქვს დაფენილი, ზოგადად 70 კილოს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ეს იმდენად თხელია, რომ მაინც ატანს რა და ანუ ისინი მაქვს მაზოლები მაქვს ამ მენჯებზე. 2 მაგს ვიკეთებ ხოლმე ამ შემოხველს, რომ არ მატკინოს ძალიან და დღეს ვერ ვიპოვე სპორტდარბაზში მეორე, ამიტომ 10 კილო დავაკელი დღეს. ფეხების ვარჯიშს როცა ვაკეთებ ხოლმე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში გახურება, კიბეებზე ვდგები ხოლმე 5 წუთი. მერე hip thrust-ი ყველაზე მნიშვნელოვანი, 70 კილოზე ვარ ახლა ასულია, მეტი ჩემილია, მაგრამ არ ვაწვევი მეტი, არც მინდა რა ჯერჯერობით. Hamstring curls ვაკეთებ ხოლმე ბურთით. და მესამე ვარჯიში მაქვს ხოლმე Bulgarian split squat. ადრე სკვოთებსაც ვაკეთებდი ხოლმე ფეხების დღეს, მაგრამ სკვოთებზე რომ მივდიოდი უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და სკვოთებზე პროგრესს ვეღარ ვამატებდი რა წონებს უკვე 45 კილოზე ავედი მე მგონი სკვოთების და გადავიტანე ხელების დღეს. საერთოდ ყველა მოსვლაზე ვარჯიშობ ფულაპებზე, ანუ 5 ფულაპიც რო იყოს ეს სისტედ, მაინც ვაკეთებ, რომ ხელებზე ანუ მაქსიმალურად ვარჯიშო. ხელების დღეზე ცალკე გაჩვენებთ მე რას ვაკეთებ ხოლმე. წუთნახევრიანი deadhang-ით დავასრულეთ დღე. დავიც მივწერე ხა ყავა გაამზადოს. რაღაც სასწაული workout-ი არ მქონდა დღეს, მაგრამ ეგ არაფერი, ამ კვირაში ძალიან დავიღალე ორჯერ ვიყავი რეფორმერზე. ძალიან გადატვირთული კვირა მქონდა. დღეს ვგრძნობ თავს ცოტა დასუსტებულად. და მაგიტო აღარ მივაწექი თავს, მაგრამ მაინც ყველაფერი გავაკეთე. You match well with our apartment. My cup is there. Hello, YouTube. Okay, my coffee served extra creamy, extra foamy. No, it's not extra creamy, extra foamy. We're gonna try out some ice. Do you know how to save my life if I No, go I don't. Crazy. Do you think it's safe? I'm not sure actually. I think it's so beautiful. Look at this. სინთეტიკაზე რომ ვაყენებ, მე ისეთ დაბალი ტემპერატურა აქვს ამოთოს, რომ არაუთავებს და ვიტანჯები, ხა ფარდებიც რა ვიყიდეთ. რამდენი წყვილი ფარდის დაუთავება მომიწია და სინთეტიკაზე ანუ ერთი 3-ჯერ მაინც უნდა გადაუვარო, რომ დაუთავება შეეწყოს. თორე არ უთავდება და მაღალ ტემპერატურას თუ დავაყენებ, დაწვავ. Wow, looks amazing. That's right. Mango, raspberry, ashwagandha, milk, and ice. Our tea ritual. And a old Swedish TV show, which is also half Danish. მივდივარ კინოში, მივდივარ sentimental values-ზე და ძალიან მიხარია.
მატერიალისტების მე კინოში ვერ წამოვედი. ხვალ ისე որ შაბათია. I am not ready. 3 დღე მინდა, 3 day off-ი მინდა კვირაში. ყველაფერი როგორ უნდა მოასწრო, დღეში არ მესმის. ვლოგის დამონტაჟება უკვე დავიწყე, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათამდე მოვასწრებ. ნეტად უსწორად მივდივარ ამ კინოში, წარმოდგენა არ აქვს. ძალიან კაი იყო. ისე ვისიამოვნე. ოღონდ ერთი პრობლემა ის იყო, რომ ისე დავჯავშნეთ ეს ბილეთები მე და ჩემმა მეგობარმა, რომ არც კი დავფიქრებულ ვართ იმაზე, რომ ნორვეგიული ფილმია და შეიძლებოდა რომ ნორვეგიულად ყოფილიყო და არ გადაეთარგმნათ, იმიტომ რომ ნორვეგიული და შვედური ძალიან გავს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ფილმის 70% იყო ნორვეგიულად შვედური სუბტიტრებით. და ჩემს მეგობარს ჩაეძინა. მე უკვე ძალიან გაწვრთნილი ვარ შვედური სუბტიტრების კითხვაში, იმიტომ რომ მე და დევიდი უყურებთ რაღაცა სერიალს. დაიძულე რომ ვითომ ვარჯიშისთვის შვედური სერიალი ვნახოთ მეთქი და ეს სერიალი ნახევარზე მეტი არის დანიურად და დანიური ძალიან რთული ენაა და ძალიან განსხვავდება შვედურისგან. მარტო სტელანი ლაპარაკობდა შვედურად. ძალიან ლამაზი ფილმია, ძალიან მომეწონა, მაინც ძალიან ვისიამოვნე და მაინც ბევრი რაღაცა გავიგე ჯინაზე. უფრო გავაგრძელებ ამ ვლოგს, მით უფრო ვეღარ დავამონტაჟებ მე და მე მგონი ჯობია რომ აქვე დაგემშვიდობოთ. შევკრა ეს ვლოგი რამენაირად და ავტვირთო. შევეცდები რომ კიდე 7 თვე აღარ დაგეკარგოთ და უფრო მალე გავაკეთო ვიდეო და ვიდეოები TikTok-საც გავაგრძელებ დადებას. შეძლების დაგვარად. ვერ დაგპირდებით რომ ყოველ დღე იქნება მეთქი, მაგრამ როცა მოვახერხებ ხოლმე, აუცილებლად გავაკეთებ. კოცნით და მიყვარხართ.